გამარჯობა საქართველო. მოგესალმებით პალმიჩიდან. ჩემთან არის 10:30. მე გავდივარ ყველაზე ძლიერ ტრენინგს სოფლიოში, ბიზნეს მასტერის. ვემზადებით გლობალური ექსპანსიისთვის, ლუქსიუმის მიმართულებით. და დღეს მესამე დღეა ტრენინგის, გრძელდება 6 დღე, დილის 8 საათიდან ღამის არ ვიცი რომელზე დასრულდება დღეს და ვარ დეპრესიაში. დღეს დავალება გვაქვს, ხა 1300-ზე მეტი ადამიანია და ასრულებს ერთ-ერთ დავალებას, რომელიც გულისხმობს შენი ოცნებების ჩამოწერას და ძირითადად ეს არის მატერიალური ოცნებები. და მე ჩავარდი დეპრესიაში, იმიტომ რომ აღმოაჩინე, რომ მე უკვე აღარ მომოტივირებს მატერიალური ნივთები. რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია, როცა შენ საოცნებო მანქანაში ჩაჯდები, შენ საოცნებო სახლში იქნები, შენ საოცნებო თვითმფრინავში იქნები. თუმცა მე უკვე ვიცი, ჩემმა გონებამ იცის, რომ ეს სრულებით არ არის საკმარისი. რაცა უნდა ისაუბროთ, რომ ჯობია იტირო Rolls-Royce-ში და მაინც კარგად იყო, ესე არ არის. მე უკვე მრავალი წელია სოფლიო მოვიარე, საუკეთესო ქვეყნები ვნახე, საუკეთესო სასტუმროებში დავრჩი, ბიზნეს კლასებით ვიფრინე და ასე შემდეგ და მე უკვე ვიცი, რომ ეს არ არის ის, რაც მე მინდა. აუცილებელია, რა თქმა უნდა, კომფორტი, ის ლაიფსტაილი, რომელიც შენ თავს მადლობას უხდი იმ წარმატებისთვის, რასაც მიაღწევ მომავალში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. და ჩემი გონებამ იბრძვის, რომ გიორგი, ეს არის საკმარისი და მაშინ რა? და მაშინ ის, რომ ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარება. ეს ადამიანი, რომელიც არის სოფლის საუკეთესო ტრენერი, ტონი რობინსი, მე ყოველთვის მიკვირდა და მე მეგონა ყოველთვის უბრალოდ იძახდა იმას, რომ მილიარდერია მეგობრებო და დღესაც ტრენინგებს აგრძელებს. სექტემბერში ჩადის გერმანიაში, ათეულობით 1000 ადამიანი ელოდება იქ. მათ შორის ჩემი და დაესწრება პირველად ტონი რობინსის ტრენინგს კელნში, გერმანიაში. და ყოველთვის იძახდა, რომ ჩემი მისია ცხოვრების არის, რომ ხალხს დავეხმარო და არასდროს არ მესმოდა ეს. და უკვე რამოდენიმე წელია ეს გავიგე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შენი ცხოვრო მათ შორის სხვებისთვისაც, რომ შენ დაეხმარო და ამით მიიღო რეალური სიამოვნება, რეალური ბედნიერება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყველა ჩვენს ოჯახებზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ არის რაღაც ლიმიტი, როდესაც იმის იქით თუ არ გაიხედავ დეპრესიაში ხარ. ყოველ შემთხვევაში ჩემნაირი ადამიანებისთვის, ვინც ხართ, გამიგებთ, რაზე ვსაუბრობ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ყველაფერს უნდა მიაღწიო, რომ მიხვდე ამას. და ესეთი ხალხია, რომელსაც აქვს რესურსი, რომ შეცვალოს სოფლიო უკეთესობისკენ. და ამიტომ ჩემი სურვილია, რომ მილიონობით ადამიანი გრძელვადაში ჩვენ მოვიყვანოთ, რასაც ქვია ხოძზე, რომ მათ გქონდეთ ყველაფერი, ის რაც მინიმალურად აუცილებელია, სახლი, მანქანა, კარგი ცხოვრება, რომ მათი გონება აიწიოს და შემდგომ მათ შეძლონ აი მაღალი ინდექსის სულიერი განვითარების და ბედნიერების, რეალური ბედნიერებისკენ წინსვლა. და ესე თუ შეიცვლება მსოფლიო უკეთესობისკენ და ესე თუ გავხდით მომავალს უკეთესს. ეს არის ჩემი მსჯელობები დღევანდელი და მე იმედი მაქვს, რომ ჩემნაირი ხალხი ბევრია კიდევ საქართველოში. შემოგვიერთდით და ერთად ავაშენოთ დიდი ამბავი, რომელიც მართლა დიდი იქნება, მეგობრებო. აქ საუკეთესო გონებებს შორის ვარ, 3000-ზე მეტი ადამიანია, ვისთანაც არ გავცვალე იდეა, ჩვენ ვართ 100 თავით მაღლა, ასე ჩვენ ვაპირებთ. ყველას გისურვებთ ნამდვილ ბედნიერებას და ამ ბედნიერებას აქვს დონეები. პირველ დონეს არის მატერიალური პრობლემები უნდა გადაუჭრათ, რაც შეიძლება მალე და შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გადაუჭრათ და ამის შემდგომ უკვე მოდის შემდეგი განვითარება, რომელიც რეალურად ჩადებულია ჩემი აზრით ღმერთის მიერ ჩვენში. უბრალოდ ამას ჭირდება გამოღვიძება, ამას ჭირდება ეტაპების გავლა და ამას ვაკეთებთ ლუქსიუმით.